ქობულეთში ლიბერთი ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოთეკური დავალიანების მქონე მოქალაქეებმა, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალდნენ, აქცია გამართეს და ხელისუფლებას დაბალ პროცენტიანი სესხის გაცემა მოსთხოვეს. ისინი აცხადებენ, რომ დღეს იმ მოქალაქეების სია უნდა გამოქვეყნებულიყო, რომლებიც სახელმწიფოს თანადაფინანსების გარანტიით გრძელვადიან სესხს მიიღებდნენ, თუმცა როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ბანკში მისულებს განუცხადეს, რომ ადგილობრივ მთავრობას ამ დრომდე საფინანსო ორგანიზაციისათვის შესაბამისი სია არ გადაუცემია. მოქალაქეები ეჭვობენ, რომ მთავრობა დროს შეგნებულად აჭიანურებს, ისინი დროულ რეაგირებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში გზის გადაკეტვით იმუქრებიან. აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ სიას ბანკს პარასკევს გადასცემენ და 15%-იანი სესხის დამტკიცების შემდეგ 3 წლის მანძილზე მთავრობა ყოველთვიურად დავალიანების 12%-ს დაფარავს. ბოლო დაპირება იყო შემპირდენ გამიჩერეს, გამოგდებული ვიყავი სახლიდან, გაყიდულია ჩემი სახლი, ყავს 9 წლის შვილიშვილი გამიჩერეს იმისთვის, რომ მოგცემ სესხს. დღემდე დავდივარ სესხი არსად არა და დღეს მეუბნებიან, რომ თუ არ გექნება საშუალება, მაინც არ მოგცემ სესხს. საშუალება რომ მქონებოდა, მე იმ ოროთახიან ბინას ყველა ზაფხულს დავწლი და ეზოში გავათევ ღაბეს, რომ ის სახლი დავიბრუნდა, ჩემი 9 წლის შვილიშვილი ქუჩაში არ დავტოვო. საბუთები ჩაბარებული აქვს თავრობაში, ველოდებოდით სიას, დღემდე სია არ არის ჩამოსული. ხვალე ვიკრიბებით 11 საათზე. თქვენ პარასკევსო ერთი დღე არაფერი არა. ხვალე ჩამოიტანო სია და არ დავიშლებით მანამ სანამ არ მოვა სია. ეს განცხადებები უკვე თითქმის 95% განხილულია და მსესხებელთა რეესტრში მიმდინარეობს ამის შეყვანა. და რაც შეეხება ბანკზე გადაცემას, უკვე ხვალ ხუჩავათისთვის ბანკს გადაეცემა ექსიები დასუსტების მიზნით და პარასკევისთვის უკვე სრული სია ექნება ბანკს.